ძველი მეომრები, აურა. გამარჯობა, მე ვარ ვერიკო და დღეს გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოდკასტი ჩემთვის, იმიტომ რომ სტუმრად გვყავს მართლა ობიექტურად ადამიანი ისტორია. ჩემთვის ბატონი ჰენრი არის გულწრფელად მოტივატორი, სანამ შევხვდებოდი ბატონ ჰენრის, ვიცოდი მასზე ისტორიები, გულისხმობ დაახლოებით 6 წლის წინ და ძალიან მინდოდა შეხვედრა და არც კი ვიფიქრებდი, რომ საერთოდ თქვენთან როდესაც ჩავწერდი რაიმეს ან ექნებოდა საუბრის საშუალება. მოკლედ, ჩვენი სტუმარი არის ჰენრი კუპრაშვილი და ბატონ ჰენრი, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესეთი ჩვენს პატარა პოდკასტში რომ მოხვედით და გამოყავით ამისთვის დრო. და მადლობა ძალიან დიდი. მოხარული ვარ მეც რომ ესე ახლო გაგიცანით, მივესალმებით თქვენს ამ ძალიან ესეთ აქტიურობას, რომ აი სპორტის პოპულარიზაციას ახდენთ, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, იმიტომ რომ დღეს ახლა სხვანაირ ეპოქაში ვცხოვრობ და განსაკუთრებით აუცილებელია და საჭიროა ფიზიკური აქტივობა, აუცილებელია. და ამ საქმეში ვინც არის დაკავებული ამ აქტივობის პოპულარიზაციაში, მე მგონი ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. ახლა მე როგორც ვიცი, მოხევე ხარ საქართველოს ჩრდილოეთის კარიბჭის მცველების შთამომავალი ხარ, ხო და ეხლაც საკმაოდ მეომრული მასში ხარ. და ძალიან კაია, მივესალმები. ძალიან მიხარია რომ თქვენთან. ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია და მადლობა ამ სიტყვებისთვის. ვფიქრობ, რომ ჯობია თავიდან დავიწყოთ და მე ნელა გადავიდეთ სხვა თემებზეც. ერთ-ერთი რაც მაინტერესებს, ალბათ ბევრს აინტერესებს, რომ საიდან დაიწყო ზოგადად თქვენი ისტორია ამ სპორტის მიმართ, ну განსაკუთრებით სასახად ცურვის მიმართ. როგორ დაიწყო, როგორ გადაჭდათ ეს ფიქრი ან არა, ცურვა თვითონ დავიწყე დაახლოებით ალბათ 1959 წელი იყო სადღაც. ადრე მტკვრის სანაპიროზე, დღეს რო ლაგუნა ვერია, მაგის ცოტა წინ მტკვრის მხარეს იყო აუზი, 50 მეტრიანი აუზი. იქ ფიზკულტურულ სპორტული ცენტრი იყო, მარტო აუზი არა, ბევრი რაღაცა იყო. ეს აუზი ართმებოდა მაშინ და მტკვრის წყლით ავსებდნენ ხოლმე. და სანამ ზამთარში უძლებდით ხოლმე, მანამდე ვარჯიშობდით, ხო? იქ წყალბურთელები, მთელი ის იყო ძალიან საინტერესო ცენტრი იყო, შემდეგ ის დაანგრიეს, იქ რესტორანი არაგვია ააშენეს. მერე ისიც დაანგრიეს და ეხლა ის არის ეხლა ორმო ამოთხრილი, ვერ ააშენეს, კიდე რაღაცის აშენება უნდა. ყოველ შემთხვევაში იქ დავიწყე ცურვა. პირველი მწვრთნელი ჩემი ნიორაძე იყო, დავით ნიორაძე და რა ვიცი, მაგრამ ჩემს იმას იმ ცურვის დაწყებას ცოტა ისეთი ახდა თან. იმ დროს შეყვარებული ვიყავი ერთ გოგოზე, ვაკელი გოგო იყო, მაშინ ბარნოვის ქუჩაზე ცხოვრობდა და ძალიან ისე თავდავიწყებით ვიყავი შეყვარებული და ცურვის მაგივრად უფრო იმის ფანჯრებთან ვატარებდი ხედავამეს და შემდეგ რომ მოსაღამოდებოდა სახლში წასვლის დრო რო იყო, იქ ეზოში ონკანი მოდი იყო და წყალს პირსახოც დავასველებდი. თვითონ ცურვაზე იყავით? ხო, სახლში მივიდოდი, ვითომ აი ცურვაზე ვიყავი. აი ესეთი ის მქონდა რა ამ იმას. მაშინ უფრო რა საკითხი ყავით მიახლოებით საფრთხე? ნუ არ ვიცი, ახლა მე-5 კლასი თუ მე-4 აღარ მახსოვს რა სადღაც. ხო, ძალიან ისეთი, ნუ ყოველ შემთხვევაში მაშინ სიყვარულმა გაიმა უფრო მეტ წაძლია რა. მაგასაკითხი. მერე როგორ დაუბრუნდით? ხო, ნუ მერე ახლა იქ დიდი ის არც მქონებია, იმიტომ რომ არ ვიყავი ისეთნაირად ძალიან გატაცებული, იმიტომ რომ უფრო აი კითხვა და საჯარო მაშინ ბიბლიოთეკა და რა ვიცი, ძალიან ისეთი იმ კუთხით ვიყავი რა. გატაცებული, ხო, აი ამ კითხვა და ძალიან, იმიტომ რომ მაშინ იმ ეპოქაში კითხვა იყო ყველაფერი საერთოდ. დღეს აღარ არის ეს, მაგრამ მაშინ ნუ ყოველ შემთხვევაში აი ძალიან აქტიური დავიწყე უკვე
აი დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ როდესაც ქვეყანაში თუ გახსოვს ძალიან არეული სიტუაცია იყო ქართველებმა დამოუკიდებლობა კი მოვიპოვეთ მაგრამ სახელმწიფო საშენების მაგივრად ერთმანეთს დავერიეთ დაუწყეთ ხოცვა-ჟლეტა დაიწყო საქართველოს ეს აწყობილი ეკონომიკის იმის ყველაფრის ნგრევა ძარცვა გლეჯა ყველაფრის აი თუ რამე იყო ყველაფრის ის თქვენ გახსოვთ ხო იმ დროს ახლა საქართველოს უშვებდა თვითმფრინავებს ავტომობილებს კატერებს ელმავალებს რა ვიცი ეს ყველაფერი უცებ გაქრა დაიტაცეს და ხალხი და მოსახლეობა იყო ძალიან დათრგუნვილი აი ძალიან დათრგუნვილი კრიმინალი ბატონობდა რაღაც საშინელება იყო და აი იმ სიტუაციაში რატომღაც გამახსენდა ხელფეხშეკრული კოლხური ცურვა რომელიც სამეგრელოს ერთ სოფელი ანაკლიასთან არის სოფელი ერგეტა მაშინ გარეუბანი ცვანე იყო კიდევ იმის ეხლა ცალკე ის სოფელი ცალკეა მაგრამ მაშინ იმის გარეუბანი იყო და იქ ბაბუა მყავდა ლევან ქურსუა კოლხი აი მეგრელები ხო ლამაზი ესა ძალიან ისეთი მოხუცი წვერით ყაბალახით რაღაცა ჩიბუხით ალუბლის თვითონ რო აკეთებდა და ის მოგვიყვა რომ აი ქართველებს უძველად ავარჯიშებდენო ხელფეხშეკრულ ცურვაშიო და ეხლა რატომ ეს მთელი თავისი ის ქონდა რომ იმ პერიოდში საქართველოში ძალიან იყო გავრცელებული აი მაგალითად მე-17 საუკუნეში ტყვეთას ყიდვა აი ძალიან აი განსაკუთრებით ეს სამეგრელოში განსაკუთრებით სწორედ იმ ადგილებში აი სადაც ის სოფელი იყო იქ არის ანაკლია ის იყო საზღვაო პორტი საიდანაც ტყვეები გაქონდა თურქებს მიყავდათ ხოლმე და ამ დროს მეგრელები სწავლობდნენ ამ ხელფეხშეკრულ ცურვას იმიტომ რომ ტყვეთ რო ჩავარდებოდა იმ გემიდან თუ შეძლებდა რომ გადამხტარიყო წყალში მაშინ თუ ცურვა ეწოდინებოდა ხელფეხშეკრულს შეიძლება გადარჩენილიყო და ძალიან ისეთი საინტერესო ის არის თვითონ ამ კუთხითაც ფილოსოფიურადაც იმიტომ რომ ხო აი ძალიან ისეთი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ამას მე დავიწყებას მიეცა ეს უკვე როცა ეს ტყვეთა ისე დამთავრდა და რაღაცა საერთოდ აღარც ხალხიც აღარ იყო რომ შემორჩა მე აი ლეგენდის მიხედვით და თანაც იმ სოფელში სადაც განსაკუთრებით იყო სწორედ ეს აი ამ კუთხით ამ ტყვეთას ყიდვა და დატყვეობა და ტყვეების იქ გაჩერება და რაღაცა. ეხლა მე ომის ვეტერანი ვარ, ხო? მეომარი ვარ და ვიცი რომ აი ხშირად ფიზიკურ სიძლიერეს კი არა აქვს ომში მე მინახავს აი მაგარი ავარჯიშები ძლიერი ისა მაგრამ ომში ტყვის ან ქვემეხის გასროლის იმაზე შეიძლება ბუჩქებში შევარდეს და ამ დროს პატარა ჩიაკაცი სული ძლიერი თუ არის ის აი მთებს გადაატრიალებს ეს ხო ფსიქოლოგიური მომენტია მთლიანად ხო და მეომარს თუ თქვა აი ამ აქცენტს თუ აკეთებ მის ფსიქოლოგიურ სულიერ იმაზე სიძლიერეზე ავარჯიშებ მისგან უფრო ძლიერი მეომარი გამოდის და სწორედ ახლა ხელფეხშეკრულს როდესაც ავარჯიშებდნენ ესე იგი ასწავლიდნენ ხელფეხშეკრულს როგორ დაეძლია წყლის სტიქია ხო და თუ ხელფეხშეკრულს შეეძლო ცურვა ესე იგი საკმაოდ უკვე ფსიქოლოგიურად ძლიერი იყო ამიტომ ბევრი რაღაცა ჰქონდა ამ ცურვას ეხლა ქართველებს არ ცალიათ მაშინ ერთმანეთს ებრძოდნენ იარაღით და დღეს ახლა პოლიტიკური პარტიები ერთმანეთსა და ამიტომ საქართველოსთვის ნაკლებად ცალიათ თორე ახლა თუნდაც ესეთი უნიკალური ისა გვაქვს ცურვის ესახეობა და არავინ არ აქცევს ყურადღებას არავინ არ იმაშვება ეს რომ სოფლიოსში ეს რომ იაპონელებს ჰქონდეთ ისინი ამას აიყვანდნენ რაღაც იმათ რა ძალიან ტიპიმად
ეხლა იქ ერთმა სერბული წარმოშობის ამერიკელმა ჟურნალისტმა გამოცა წიგნი მივიწყებული სურვის სახეობებიო და იქ პირველ ადგილზე კოლხური ფედრული ცურვა, მერე იაპონური ჯიუ-ძიტსუ თუ რაღაცა არის, ისიც სამხედრო ის აღჭურვილობით წყალში ცურვა, იმიტომ რომ აღჭურვილობით რო შეძლოს წყალში ესეთი ისა. ყოველ შემთხვევაში ქართველებს არ ცალიათ აი ამ ცურის ამ უნიკალური, იმიტომ რომ სოფლიოში ანალოგი არ აქვს, არავის არ ქონებია ასეთი. ეს არის აი ძუძუმწოვრების თან ყველაზე ახლო მიახლოების ძუძუმწოვრები წყალში ეს დელფინი, სელაპი, ზღვის ლომი, ესენი არიან, რომელიც აი ესეთი მოძრაობით ცურავენ. ახლა თევზი გვერდულად ცურავს, ვიგენი, თევზი, სხვა ის არის. და ეს ხო, ეს არის ადამიანების ის ამ ქართველმა ყველაზე ახლო მიუსადაგა იმას. იმიტომ რომ თან რო ჭირდება და საომარი მასში უხმაუროთ ცურვა, ის რა ვიცი, ახლა ძალიან დიდი ისაა ფილოსოფია. ხო, და არ არის მარტო უბრალოდ როცა გადაწყვეტეთ რომ გადაგეცვლეთ ეს დარდანელი, ანუ როგორ დაინტერესებთ თუნდაც სხვა ადამიანები რომ მოდი გადაწყვეტოთ? არა, ჯერ ესე იგი იმ პერიოდში რომ გამახსენდა ეს ლევან ქურსულას ბაბუა ლევანის ეს მონაყოლი, მაშინ ვიფიქრე, მოდი ამ ქართველებს უჩვენებ რომ ვთქვათ აი ამ ცურვის გაცოცხლებით უჩვენებ იმას, რომ როგორც არ უნდა შეკრან, როგორც არ უნდა შეგბოჭონ, შენ მაინც უნდა გაცურო. აი ამის ჩვენება მინდოდა, რომ ესე იგი განათავის გამოჩენა, რომ აი ხელფასშეგული, არამედ იმის ჩვენება, რომ აი შეკოჭილსაც კი, გაკოჭილსაც კი შეგიძლია რომ გაცურო და თანაც 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში დარდანელი სრუტე საშინელ ტალღებში და იმაში, ხო? ესე იგი აი ამის ჩვენება მინდოდა. ისე სხვათა შორის მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს დააფასა და ძალიან ისეთი სპეციალურად პრეზიდენტმა შეორნაძემ სპეციალური წერილი მომართა, ორდენები, რა ვიცი, ძალიან ისეთი დიდი ის ქონდა რა. ყოველ შემთხვევაში ხო, მაგრამ ეხლა არც არავის ახსოვს, არც არავის აინტერესებს რა ყოველ შემთხვევაში. ანუ მაგის მე რომ სოფიამ რო დაინახა რომ ესე არსებობს არა იღეს მაგალითად საქართველოში არა სოფლიოში უბრალოდ მაშინ თელ სოფლიოში აი ძალიან დიდი ის იყო რა მასმედია ყველა თუ რამე ტელევიზია არსებობდა ყველამ გადასცა ყველამ ძალიან დიდი ისა და მაშინ CNN-მა ადამიანი დელფინი შემარქვა რა იმ პერიოდში და იმის შემდეგაც CNN-ზე 1-4 ჯერ იყო ჩემზე გადაცემა საერთო იმაში ყველაზე მეტად აი მაგ პერიოდში გარდა იმისა რომ სხეულია ჩართული როგორც თქვენთ ფსიქოლოგიური მომენტი უფრო ხო საერთოდ არ უნდა იყოს შიშარა მხდალი და ისა უნდა როგორც რა სიტუაციაშიც არ უნდა ჩავარდე ხო გამოსავალი ყოველთვის არსებობს საერთოდ არსებობს ღმერთს აქვს ისე ისა რომ ყოველთვის არის ამიტომ არ უნდა დანებდე რა ნებისმიერი იგივე ავადმყოფობასაც არ უნდა დანებდე იგივე ამ სიბერეს რო ეძახიან იმასაც არ უნდა დანებდე იმიტომ რომ რო თუ დანებდები ესე იგი დამთავრებულია რა ვთქვათ ისა აი ამ კუთხით მაგრამ მათ ერთი მეორე საკითხია რომ როგორ უნდა გამოიმუშავონ ადამიანებმა ეს არ დანებების მომენტი იმიტომ რომ ესე გამოუს ადამიანებს საკმაოდ უჭირს რაღაცეების მიღება, გამომუშავება. ეხლა ჩვენ აი ველოსიპედის მხრივ ამბობ, რომ მე ვიცი რომ მაგალითად აი სადღე რომ მივდივარ, მიზანი მაქვს რომ იქ უნდა მივიდე და ეს მიზანი მაძლევს იმის მხნევებას რომ არ დავნებდე და მივიდე. და რაღაცნაირად ეს გამომუშავდა ისე რომ ცხოვრებაშიც მადგება. მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანს როგორ უნდა გამოამუშავებინა ეგ დისციპლინა? ეხლა საერთოდ ადამიანი სოციალური არსება არის და უკაცრავად და ესე იგი ის არ არის ახლა განსხვავდება ხო ცხოველისაგან შეიძლება ცხოველსაც კი აქვს ისა რაღაც მიზანი აქვს რაღაცა ისა ყოველთვის ხო და
თუ რაღა ამ მიზანს გააჩნია ახლა ზოგს შესაძლებლობა როგორი აქვს, როგორი იბადება, ხო, ზოგს მასშტაბური აქვს უფრო, ზოგს ნაკლები ისა. მაგრამ აი ამ მიზნის მისაღწევად ყოველთვის ვთქვათ აი ამ მიზნის მისაღწევად ხო რაღაცა უნდა მოიმოქმედო და უბრალოდ ფსიქოლოგიურად უნდა იყო იმისთვის მომზადებული რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა დაძლიო, ხო? და ეხლა რა ვიცი ადამიანებს ზოგს ფიზიკური ჯანსაღი უნდა აინტერესებს რომ ჯანსაღი იყოს, ზოგს თქვათ რაღაც კოსმონავტი უნდა გამოვიდეს, ზოგს რა უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ და აი ამ მიზნის დასახვაში ყოველთვის მას სჭირდება რომ ის კონდეს რა შეასრულოს, ამიტომ ამისთვის მას აქტიურობა ჭირდება, რაღაცა ჭირდება და აი ამ დროს ცოტია მაგალითებით შეიძლება გამოიყენო ხო უამრავი აი თასვლელები იყვნენ, ვინც თქვათ ევერესტი დაიპყრო ხო პირველმა თქვათ აი როგორი მისაბაძია ხო სიცოცხლე საფრთხეში აგდებდნენ რომ ასულიყო იმ მთის მწვერვალზე ხო ახვედი მე რა არაფერი ხო მაგრამ მისთვის ეს ყველაფერი იყო ხო სულიერის გამარჯვების რაღაცა ისა და როგორი მას აღწევდა და ამ მიზნის მიღწევისათვის ხო და ამიტომ მაგალითები ბევრია და ადამიანი თუ ახლა სოციალური სახარ მართლა რაღაცას თუ მკვდარი არ ახარ უნდა იბრძოლო ყოველთვის და აქტიური იყო და ყოველთვის რაღაცა იმაში იყო მოძრავი იყო და რაღაცა ამ სიტუაციაში თქვენ ცალკე ემზადებოდით ხოლმე ანუ აი რო გადაგეცურათ კი ლაგუნა ვერეზე ძირითადად ლაგუნა ვერეზე ვარჯიშობდი ფსიქოლოგიურად თუ აღარ გჭირდებოდათ იმიტომ რომ ეს ავტომატურად არა ის ყოველ შემთხვევაში მაგ იმაზე არ მე ვფიქრობდი რომ აი ერი ქართველები ძალიან ცუდ დღეში ვართ და რაღაცა მინდა უჩვენო და ეხლა მე თუ შევეშინდებოდა ცხადია ვერაფერს ვერ აჩვენებდა ამ დროს არც ფიქრობ არც ისე არც არაფერზე თავარია რომ ეს გააკეთო და ეხლა იქ მართლაც აი იმ გადაცურვის დროს მაშინ ეს იყო 2002 წლის 30 აგვისტო აქედან იყო გვანჯიმანი ასეთი ცნობილი ჟურნალისტი და ის იყო ის თავმჯდომარე ამ საორგანიზაციო იმის იქ ორი კატერი იყო ერთი ჟურნალისტებით სავსე მეორე კომისია ვინც ამ გადაცურვას აღწერს ზუსტად იმიტომ რომ იქ არ დაირღვეს წესები იმიტომ რომ გადაცურვას თავისი ისააქრო რომ ეს აღიარებული იქნას იმიტომ რომ იქ მაგალითად არ შეიძლება შეეხო ნავს არ შეიძლება აუცილებლად უნდა გახვიდე ხმელეთზე მეორე რო გადაცურავ ახვიდე შენით და მთელი წესებია რაღაცა და ეს კომისია იმ კომისიას ალტერნატიული კომისია თურქებისგან კიდე ალტერნატიული კომისიაც იყო ის იმიტომ რომ ეს ოქმები ყველაფერი არის დაფიქსირებული და მეც მაქვს ისა რა თავის ბეჭდი და ოლიმპიური თავმჯდომარე ჯანო ბაგრატიანის ბეჭედი და ხელმოწერა და ისე ყველაფერს ეს ძალიან ისეთი იმით გაკეთდა ეს არ იყო ხელწამოსაკრავად ესე გაკეთებული ხო და ეხლა იმ პერიოდში სხვათა შორის როცა ჩამიშვეს წყალში ხელფეხშეკრული ხო მზე იყო თქვათ რაღაც ისა და კი ხელვა დაწყებული იყო მაგრამ ამიტი არ იყო ცუდი მაგრამ რო დავიწყეთ სურვა აი მე უცბად დაიწყო ღრუბლები ქარი ამოვარდა წვიმა დაიწყო და აი საკმაოდ ისეთ თუ აღარ ჩანს უკვე ის მეორე ნაპირი იმიტომ რომ მიცურა ასე დროს იქო ვერ ამოიწევი და ვერ იმასო იქ უნდა ჩანდეს ხო ორიენტირი იქ რაღაცა თავზე ის იყო და იმის მიხედვით უნდა გამეცურა არაფერი აღარ ჩანს ამასთან დაერთო ისიც რომ ქუდი გაინძრა
იმიტომ რომ მეუღლე ბატის ქონი წამისვა სტარტის წინ, იმიტომ რომ 21 გრადუსი იყო წყალი და რამდენ ხანს მომიწევდა, როგორ მომიწევდა და რომ მაინც რომ დამცავის ყოფილიყო. ეს მეუღლე მასა ექიმია, ჩემი მეუღლე და ასე მოიფიქრა. ეს რომ წამისვა შეიძლება იმან იმოქმედა და ეს ქუდი გაიმზრა და ქუდი რო გაიმზრა სათვალეთში ჰერმეტულობა დაირღვა, ხო? და უკვე წყალი შევიდა. წყალი შევიდა უკვე ბუნდოვნად ხედავ ამ ქარს, ღრუბელს, ამ ბურუს და რაღაც ამ მხედველობის ის კიდევ უფრო შეიზღუდა. აი ესე დღეში აღმოჩნდი უცბად ეს სადღაც იმ 9 საათი თუ რაღაც იმის განმავლობაში. და აი უკვე კატასტროფული სიტუაციაში ვარ რა. ყვირი ვარ გამისწორეთ სათვალე. ამოვწევ თავს გამისწორეთ სათვალე, მაგრამ ვინ გაგისწორებს? ან როგორ გაგისწორებს? ხელფასშეკრული რო ხარ. ხო ვერ გაჩერდები ვინმე რომ მოვიდეს და ისა ხო იძირე როგორც კი ჩერდები იძირები ხო? და აი ესეთ სიტუაცია გადმოვტრიალდი. ზურგზე მიცურავ, გამისწორეთ თქვენი დედა, იგინები ყველა, იმიტომ რომ იშლება. ეხლა ის მაშინ დინამო იყო სპორტ საზოგადოება, კობა იყო, ხო? ისა რა ქვია მინისტრი მაშინ ეს დააფინანსა, რა ხელშეწყობა იყო რა. ეს თუ ჩაიშალა დამთავრდა მეორედ ვიღა მოგაქცევს ყურადღებას და აი ესეთ განწირული ისა. და მე იმ გვანჯიმანიას რკინის კაუჭა ქონდა იმაზე ეს მე გავაკეთებინე წინა დღეს და მე დავაგდე აი რატო არ ვიცი აი შვილებს ვიცავარ აი ყოვლა წარმოუდგენელი ის იმიტომ რომ წინა დღეს იმის მაგივრად დამესვენა წავედი ამ იმაში რაღაც გორებზე ამ ქალაქში ჩანაკალეში ვიარე მოვძებნე ეს სახელოსნო სადაც ისა და ის მართულის დავამზადებინე რა და ეს გვანჯიმანიას მივეცი და დააგდე მეთქი ეს არ ვიცი აი და აი სწორედ ეს იმას აკნა აიღო ესა და აი ამ იმაზე მომქაჩა და ნავისკენ ხმიმწია ხო თან ისე რომ არ შევეხო ნავს და მეუღლე გადმოიხარა და ის რა ქვია გამისწორა ქუდი დაიკარგა წყალმა წაიღო ისა და ეს სათვალო რომ მომხსნა და რა უნდა გამისწოროს შევხედე ნაპირზე ვარ ნაპირი მეორე ნაპირი და გახარე მოვედი მე და არაო ეს ის ნაპირი საიდანაც წამოხვედი გესმის ესე იგი 1 საათი ტერმინი ვუქსავ რა ადგილზე რა ეხლა ადგილზე როგორ თან დინებას მივყავარ ესე ძლიერი დინება იქა მაგრამ ნაპირიდან ვერ გავსულ ვარ იმიტომ რომ ეს რო ვერ ხედავ ხანიკით ხანაკეთ ისა და იგივე კინა 1 საათი აბა წარმოიდგინე ასე დღეშია ფსიქოლოგიურისა და არა ის კინაღა მაი არ ვიცი რა როგორი ძართულია მაგრამ ვერ გააგრძელო ისევა და აი ასეთ სიტუაციაში მაგრამ მაინც იმდენად ძლიერი იყო იმის სურვილი რომ უნდა გადამეცურა მეორე ნაპირი საით არის მეთქი იმიტომ რომ ის არ ჩანს ისა და აქეთ საით უნდა გავცურო მეთქი და აქეთ ესე მიჩვენეს ისა და მეუღლემ ამ დროს პირში შოკოლადის ნატეხი ჩამიგო ეხლა გაიgabrე რა დროს ეს არის ეხლა შოკოლადი ვიფიქრე ესე გაბრაზებულმა მაგრამ მე რო და აი ამ იმის დროს ეს რაღაცა აი რაღაცა სასაული მოახდინა რა აი ამ იმან რა აი ამ კუთხით შინაგანად რაღაც სიძლიერე კიდე უფრო გამიძლიერა დამამშვიდა და უფრო მობილიზებული გამხადა აი მე არ ვიცი ხო შეიძლება ვაჭა მაგრამ მართლა ძალიან დიდი ითამაშა ამან და აი დავაწექი და ერთი ამოსუნთქვით გავედი უკვე 12 კილომეტრი ერთი ამოსუნთქვით გავედი უკვე და თანაც ახლა აქ რა არის კიდე ის 2 საათში უნდა ჩავტეული იქ არის ზოლი ხო სადაც იმ დარდანელზე ზოლია
სადაც ეს საერთაშორისო დიდი გემები მოძრაობენ და ის 2 საათით იყო შეჩერებული იმ დღესასწაული აქვთ თურქებს და 2 საათით კეტავენ იმას ყოველ 30 აგვისტოს ყოველი წლის დღესასწაულია და იქ გაცურვებს აწყობენ ჩვეულებრივ რაღაცისა და ესე და იმ 2 საათში თუ არ ჩაეტევი ამ იმასი რა ვერ იმ ზოლს არ მე უკვე დამთავრებულია მაშინ როდესაც გაფრთხილებული იყო საზღვაო გარნიზონის უფროსი ჩვენგან ჩამოვიდა თურქეთში ჩვენი სამხედრო ატაშე თემურ კერესელიძე იქ ჩამოვიდა და იქ შეათანხმა ჩემი გადაცურვა, იმიტომ რომ ეს სოფლიოსთვის წარმოუდგენელი იყო 4 ხელფერი შეუკრა კაცსა ჩააგდო წყალში და გადაცურო სრუტე. ორი კონტინენტი, ხო ევროპისა და აზიას აერთებს ეს კონტინენტი. ამიტომ შეთანხმებული იყო და მაგრამ იქ თუ არ ჩავეტეოდი, იქ მე არაფერი არ გიშვე მოვიდოდა საზღვაო პატრული და მაგრამ მე იმდენად უკვე ძლიერი ვიყო, რომ მოვასწარი იმის გაცვლისა და უკვე ნაპირი გამოჩნდა და თან უკვე ის ამიდი დაწყნარდა დიდი ტალღები რო იყო სადა ლივლივებს წყალი აი რაღაცა სრულიად სხვა ის არის უკვე და უკვე ნაპირი გამოჩნდა და მაგრამ ეს კატერი ხან უკან წავა ხან წინ მიდის ხან ისა ბიჭი რასაკეთებენ გაგიჟდნენ რა ისა თურმე ეძებენ კატერის მისადგომს იმიტომ რომ კატერი ნაპირზე ხო პირდაპირ ვერავა იმიტომ რომ კომისია იქ მთელი ხო უნდა გადავიდნენ ნაპირზე რომ დაახვდნენ და ტაში დაგიკრა ხო და ესენი ეძებენ იმასთან მე მიყვები ხო კატერი ესე იგი ეს 12 კი არ იქნებოდა პირდაპირ რომ ისულიყავი ალბათ 10 გამოვიდოდა რაღაცა და 1-2 კილომეტრი აფათმა 11 მაცურავეს იმ ხედავე რომ უკვე მე თავისუფლად დაწყნარდა ამ ყველაფერი და ამიტომ ეხლა თავის საქმეს აკეთებენ ნუ საოცარი ის არის ხო ეხლა ეგ არაფერი ხო ეს მიიპოვეს ისო მივიდნენ გადავიდნენ იქა და ნაპირზე ტაშის ყრა და ჰენრი ყვია მივედი დავდექი ფეხზე ამ იმაზე ჯერ წყალში ვარ მაგრამ უკვე ნაპირ დავდექი ფეხზე როგორც იქნა და რომ ძნელია ხო ისა რომ ეხლა მოვლენ და გამხსნიან რა და იმას ვიზამენ არ მოდის არა და უყირია ტასკი ფიქრები ხო გავბრუნდე უკან მეთქი დავწეკი გავბრუნდები უკან მეთქი მე გამხსენდა რომ იქ აღარ გაგიშვებენ ისა და შემობრუნდი ისევ და გავიხსენი მე თვითონ ხო მაგრამ რო ვიდექი ამ დროს ის მარჯვენა ფეხი question იმის ნიჟარა რა მოლუსკების თუ რაღაცა მთელი ძალით შეიმსხვრა შიგნით მე ერთი კვირა პინცეტით მიღებდნენ ამ იმებს რა ნამსხვრევებს ხო და ხო მოკლედ მე თვითონ დავწეკი მოვიძრე გავიხსენი გავედი და თურმე იქ გვანჯიმანიას გაუფრთხილები არ ისა აუცილებლად უნდა ნაპირზე თვითონ ამოვიდეს ხმელეთსეო ჯო ეს ჩვეულებრივ კი როცა მიცუ მაგრამ როცა ხელში ხო აი ესეთი კურიოზია ხა ამ იმას რა ამ კუთხით ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ნუ გაკეთდა დიდი რეზონანსი ქონდა მაშინდელ სოფლიოში ძალიან დიდი რეზონანსი და რა ვიცი აი ესეთი ყოველ შემთხვევაში მაშინ საქართველოში მართლა იმუშავა ამ იმან იმიტომ რომ აი მაშინ როგორ იყო იცი აი ქუჩაშიც ეგ კი არა სტამბოლის იმაშიც იქ ტაქსი ძღოლი იყო თუ რაღაცა ფული არ გამოგვართვა რომ იმიტომ რომ აი წარმოუდგენელი რაღაცა მოხდა ხო რაღაცა ისეთი იმიტომ იქაც თბილისში ხო ნუ მაშინ მაღაზიაში ფულს არ მართვებდნენ ახლა უხერხული ხო იმდენად ის იყო რა რაღაც სხვანაირი ის მოხდა ეხლა ყველას დაავიწყდა ვიღას ახსოვს თქვათ ეს ამბავი მაგრამ იმ პერიოდში ძალიან ისეთი ის ქონდა მნიშვნელობა ამ იმას და თანაც ამ კუთხით რომ აი როგორც არ უნდა შეკრა როგორც არ უნდა შეკოჭონ შენ მაინც უნდა არ დანებდე სასარკვეთას არ უნდა მიეცე და უნდა იბრძოლო ბოლომდე აი ეს არის მთავარი რა მე ასე მგონია დღემდე ამ იმაზე და თანაც კიდევ ერთი მომენტია აქ რომ კიდევ რატომ არის ჩემთვის ეს ისა მე ახლა ისტორიკოსი ვარ ხო
პოლიტოლოგი ვარ, კარგად ვიცი ჩემი ქვეყნის ისტორია როგორც სპეციალისტმა და პოლიტიკური ისტორიაც, პოლიტიკის ამ მექანიზმებში კარგად ვარ ჩახედული, იმიტომ რომ ამის დოქტორი ვარ, ხო, პოლიტიკის მეცნიერება და დოქტორი და ხედავ რომ ჩემი სამშობლო სულ ხელფეხშეკრულია. აი ეს განცდა მაქვს სულ რა. სულ იმაში რომ აი დღესაც კი ხელფეხშეკრულია. ქართველი ხალხი არასდროს არ არის რომ აი ფლობდეს თავის სამშობლოს და იყოს ამ ქვეყნის ბატონ პატრონი. სულ ვიღაცები მოაჯდებიან ამ იმას და აი არ ვიცი, ნუ რაღაც საშინელი ჯაყოყარყარების ხელშია სულ ქვეყანა რა. და აი ამის ჩვენება მინდა კიდევ რა სულ რომ აი მე ხელფეხშეკრული უნდა გავცუროთ, უნდა გავძლოთ, უნდა შევძლოთ, გადავრჩეთ, რომ იქნებ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლოს საერთოდ. ეს მე ამ პოლიტიკურ და პარტიული იმით კი არის მართლა ასია რა, სულ ასეთ იმაში არის რა. იმ თქვა 18-21 წლების დროსაც მაშინაც აი ამ ხელფეხშეკრულობა და გავლენები და ამ რაღაცინების გამო მაშინაც დავკარგეთ და მოუკიდებლობა და რა ვიცი საერთოდ ისეთი განცდა მაქვს რომ სულ ხელფეხშეკრულები ვიყავით ისტორიის მანძილზე რაღაც ცოტა პერიოდები ჰქონდა გამონათების დავითის, თამარის თუ გიორგი ბრწყინვალის დანარჩენი სულ აი ესეთი ესე იგი ამ ფაქტორმაც ჩემზე დიდი ისი თამაში. ძალიან ძიმე თემაა განსაკუთრებით დღეს და ეხლა ვსაუბრობთ მართლა ითვალებით ცრემლით მოსება, იმიტომ რომ არის თითქოს ადამიანებმა დაკარგეს ის ძალა ან არ ვიცი ნებისყოფა რომ იბრძოლონ და არ დანებდნენ ან არა საერთოდ არის აი რაღაცნაირად არის აი მე ზმანება კი არ ვიცი ნუ აი საქართველოს რომ მახსენდება ხედავ ჩემს სამშობლოს სულ ხელფეხშეკრული რა აი შეიძლება დაგვავიძდა თავისუფლების შეგრძნება რა არის და ადამიანები აღარ იციან. არ ვიცი, ნუ ყოველ შემთხვევაში აი ეს ფაქტორი ჩემში ძალიან მუშაობს და ამიტომ თქვენი აზრით ახლა აი ახალგაზრდობამ რა უნდა გააკეთოს იმისთვის რომ იბრძოლონ იმისთვის რომ არ გულისხმობ მაინც და მაინც თქვა რაღაცა დღეს არა ახლა პოლიტიკურ ამბებში ხო იმისთვის რომ გამოიმუშავონ ის ნებისყოფა თავიანთ საქმეში, იმიტომ რომ მე ესე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში რომ შენ თუ ხარ გარკვეულ საქმეში, ეგ საქმე უნდა აკეთო კარგად. ან ყოველ შემთხვევაში ყოველდღე უნდა იზრდებოდე და გამოიმუშავო საქმისადმი სიყვარულიც და განვითარდე ესე რომ ვთქვათ. მე ვფიქრობ, ხა სულად ძალიან ეხმარება მაგაში, იმიტომ რომ თავიდან როგორც ამბობთ ხო, რომ ის ნებისყოფა, დისციპლინა, რაღაც мотиваცია, ეგ ყველაფერი იზრდება, როცა შენ სულ რა, იმიტომ რომ იცი რომ მიზანი გაქვს და არ უნდა დანებდე. მაგრამ დღეს რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდობამ იმისთვის, რომ ეგ ნებისყოფა და დისციპლინა გამოიმუშავონ. ეხლა რეცეპტი ასეთი რამე არ არსებობს თვითონ პიროვნება ყოველ პიროვნებას თავის ისა აქვს და ეხლა საერთოდ როგორ არის იცით აი ბუნებას რამე როგორ აქვს შექმნილი სამყაროში და ყოველ შემთხვევაში აი ამ დედამიწაზე ადამიანებში როგორი ის არის რაღაცა პროცენტი აი 10-15% ვთქვათ იბადება რაღაცა განსაკუთრებული ნიჭით ადამიანები ეს არის მხოლოდ 10-15%. ვთქვათ ეს შეიძლება იყოს მუსიკალური ნიჭით ამაზე მეტი არ არის ეს აი ნაღდი იმით რა ან მხატვრის, ან პოლიტიკოსის, ან სხვადასხვა იმით. 10-15% ამის საწინააღმდეგოა. ვთქვათ, ამას რომ მუსიკა, იმას საერთოდ ხეა რა, ვთქვათ, ამ იმაში. დანარჩენი, აი კონკრეტულად ამ კრიტერიუმთან არის საშუალო. ისიც აქვს, ისიც ხო, რაღაცა ის არის. ასე არის ვთქვათ აი პოლიტიკის კეთებლებშიც ხო აი ვისაც ნიჭი აქვს ვთქვათ აი ამ საზოგადოების მართვის ან რაღაცა იმის ეხლა 10-15% ეხლა როგორა თუ ხელისუფლებაში მოექცა
მოექცა ვთქვათ აი ჯაყო ყვარყვარეს ტიპი რომელიც არა შენობაზე, კეთებაზე, კეთილს არამედ მიტაცებაზე და იმაზეა რა ორიენტირება. თუ ეს მოექცა ხელისუფლებაში, მაშინ ის დანარჩენი საშუალო უკვე ამის გავლენისკენ გადადის. და საზოგადოების უკვე ხო აი 80%, 85% უკვე ამ ტიპის ხდება. აი ამ ჯაყო ყვარყვარეს ტიპის. თუ ეხლა წესიერი მოექცა, მაშინ საზოგადოებაც შესაბამისად ეხლა ამჟამად არის იმის გავლენის ქვეშ რა ვთქვათ. აი ამ და საზოგადოებაც არის იმ ტიპის რა რომ არა შემოქმედი, არა მკეთებელი, არა ის არამედ აი არა დადებითი კუთხით და ის ვინც პატრიოტი ვინც ის არის 10-15% უკვე ის არის რა შებოჭილი და აი ამ დიდი იმაზე ვეღარ ხო თავის ეხლა ეს აქედან გამოცა ის არ დათმობს არასდროს ან ჯაყოყარყვარე თავის იმას ეს გამორიცხულია იმიტომ რომ იმის ხელშია მას ძალაუფლებას ყველა რესურსი ყველა ისა და ამას ყოველთვის ასე ამყოფებს ამ დროს თუ რაღაცა ესე გლობალური მოხდა მსოფლიოში არ რაღაცა ისა ის არაფერი არ ეშველება რა ის მარადიულად იქნება ასე ხანდახან ხდება მსოფლიოში რაღაცა დიდი ძვრები და მაშინ იმ მომენტში შეიძლება გაჩნდეს ისა თუ ერმა იბარგა ხო რაღაცა ის დანარჩენი ძალიან მე მგონია რომ აიც ერთმანეთზე გარკვეულწილად გავლენას ვახდენს ანუ კი შეიძლება გარკვეული ნაწილი მართლა მოექცეს ზეგავლენის ქვეშ, მაგრამ აი მაგალითად თქვენაირ ადამიანები რო ხედავენ ხოლმე, ან აი ჩვენ ხო რაღაც ახალგაზრდებით ავდივართ ველოსიპედით, გონია რომ პატარ-პატარა გავლენას ვახდენთ და ვიღაცებში ვაღვივებთ იმის სურვილს, რომ მოდი აბა ვცადოთ, მოდი იქნებ. კი, მართალი ხარ მაგ-იმას. ეხლა უყურეთ აი სტოპლიორ ბენა ხო იცი თუ ტარდება ხო? ტარდებოდა ხოლმე, ახლა უკვე აღარ იქ კახეთში აღარ ტარდება უკვე. აი მანამდე ეს 2014 წელს იყო პირველი ისა. მანამდე ძალიან ცოტა დარბოდა აი ეგივე ლისის ტბაზეც იმაზე სულ თითქმის ჩამოსატყუ ყველა ვიცნობდით ერთმანეთს და ძალიან ცოტა იყო. აი მსოფლიორ ბენამ ნელ-ნელა ეს ცოტა ზემგავლენა მოახდინა და მოიმატა უკვე ამ იმას. და საკმაოდ უკვე მომრავლდა ნელ-ნელა. იმიტომ რომ თუ გახსოვს ეს მაშინ მაია აზარაშვილი იყო სპორტული დირექტორი, ერთ წელს 7000 კაცი დარეგისტრირდა, ხო? ეხლა აი წარმოიდგინე რა დონეზე გახდა პოპულარული, რომ ქართველი იმიტომ რომ ქართველისთვის ეს ცოტა რთული იყო, რომ ფული გადაიხადოს და წავიდეს სარბენად, ხო? როცა ისე არ დაგო. აი თქვა როგორი ის მოხდა, ხო? ამიმა როგორი ის მოახდინა. ხო, ესე იგი ასეთი რაღაცები ახდენს, ხადია. ისევე თქვენი ისიც რო გიყურებთ ხოლმე, ხო, აი ეს ველოთი როგორ ვარჯიშობთ, როგორ სხვებსაც ავარჯიშებთ, რაღაცა ეს უყალოდ არ ქრება და ძალიან დიდი სტიმული ხართ სხვისთვის, იმისთვის, იმიტომ რომ რო ხედავს არა, იმიტომ მე სხვასაც უჩნდება უკვე რაღაცა სურვილი რომ მართლა ეს მძორი ვთქვარეგდება, ხო, თქვა რაღაცა და რო ხედავს რომ ეს როგორ ხალისია, როგორი კარგია, როგორ დადიან ეს ახალგაზრდები, როგორი სიცოცხლის არის, ხო? და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ვთქვათ ამ იმას მაგალით რომ აძლევ და მე მაგალითად ამიტომ ძალიან დიდ პატივს აქცევ თქვენ რა როგორი ისეთი იმას იძლევით ხოლმე რა სხვებსაც რო უყურებ შემოგცქერიან ხოლმე რა და როგორი ხო და უხარიათ რა რო ხედავთ აი ხა ეგ კითხვა მინდოდა რომ თქვენთვის დამესვა რომ თქვენ კი ძალიან ბევრ ადამიანს ამოტივირებთ მართლა აი ძალიან ბევრ განსაკუთრებით ზამთარში რო ადამიანებს გამოსვლა უჭირთ დილის საათებში და საუბარი ზედმეტი აი იმაზე თქვენ რო ზამთარში ყინულს ჭრით ხოლმე და იქ რო ჩადიხართ ანუ აი ვარჯიშით სირბილით იქ ველოსიპედით ადიხართ იქ მართლა ურავთ და რაღაცა საოცრებს აკეთებთ
და სხვებისთვის მოტივატორი ხარ და თქვენ თუ იღებთ რაიმეს ეხლა ამჟამად სხვებისგან, იმიტომ რომ არ ვიცი რა უნდა გააკეთოთ თქვენ ისეთი არ ხო, არა, ეხლა ცხადია, ეხლა ხშირად მე ეხლა 79-ის ვარ, ხო, 73? 79 ეხლა ერთ კვირაში ზუსტად არა, ერთ თვე არა, ერთი თვეც არ უნდა რა, მალე გავხდები ეხლა. ვაუ. ხო. 70-14. ხო, ეს მომავალ წელს 80 წლის ვარ, ხო? და მართლაც ეხლა ერთ ვარჯიშზე სიარული, სირბილი, ველო და მერე ცურვა, ხო? ვთქვათ, რო დავაკლო რომელიღაცა, მგონია რომ რაღაცა ისეთი, ხო? ხო. მაგრამ ეს უკვე ორგანიზმი ამაზე არის მორგებული და სულ ამ რეჟიმში ვარ და სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, ხო? ვთქვათ ისა. ცხადია და ბევრს მეც ახლა ბევრს იღებენ ფილმებია რაღაც არის და ბევრისთვის მართლა რაღაც მოტივაცია. კი, მაგიტომ იდეა ეს იძლევა. მაგრამ ჩემთვისაც არის ცხადია. ეხლა მე მაგალითად შეიძლება არ ვიცი რამდენად არის სამაგალითო ამ კუთხით, მაგრამ აი კვარაცხელია ფეხბურთელი რომ არის, ხო? ეს დღეს ეხლა მსოფლიოში ის ერთ-ერთი უნიჭიერესი და ძალიან დიდი სპორტსმენი გახდა, მაგრამ სანამ გახდებოდა, მან ძალიან რთული გზა გაიარა, ძალიან რთული გზა. აი დიდი ოფლის ფასად, დიდი შრომის ფასად და დიდი ზოგჯერ დამცირების ფასადაც დაუჯდა მას ესა. აი და ამ პატარა ბიჭმა შეძლო და დაეძლია ყველა წინააღმდეგობა და გასულიყო ამ სოფლიო ასპარეზზე. და თანაც მან ეხლა ბევრი გასულა სოფლიო ასპარეზზე, მაგრამ ისეთი ზეგავლენა და ისეთი ქვეყანაზე არ მოუხდენია როგორც ამან. ესე იგი მან სხვა რო არაფერი აღარ გააკეთოს აწი, აი რო და მაინც უზარმაზარი როლი ასრულებს საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ მან გააცოცხლა ხალხში ფეხბურთისადმი სიყვარული, ხო? აი მანამდე არც უკვე აღარ იყო ისა და ცალკეული ხლა რაღაც პატარა პროცენტი ყოველთვის არის ისა, მაგრამ ამან ერი მოაბრუნა და არა მარტო ერი მოაბრუნა, სხვა ფეხბურთელებიც გამოცოცხლდნენ. მანამდე ხლა ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო იმაში აბსოლუტურად არა და დღეს უკვე მოთხოვნადი გახდა. იმიტომ რომ დანარჩენ სხვა ქართველმა ფეხბურთელებმაც აი დაიწყეს მოძრაობა, ამოძრავდნენ რაღაცა ისა და უკვე ეს ნიჭის გამოვლენა და ის დაიწყო და უკვე იზრდება თაობები ისა და ამიტომ კვარაცხელია საკ აი რაღაცა საოცარი როლი საქართველოს ისტორიაში, აი იმიტომ რომ ეს არის მთავარი, არა ვთქვათ, აი ახლა ბურთს გაიტანს თუ არა, ეს კი არ არის შემთთვის, მან აი რაღაცა ესეთი ზეგავლენა და ის მოახდინა ქართველთა ფსიქოლოგიაზე, ხო, მართლა საოცარი ამ პატარა მეგრელმა ბიჭმა მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრა და რაღაც დიდი მოტივაცია მიცა და მთელი საქართველო, რა ვიცი, აი მართლა საოცარი მასში აიყვანა. ეხლა ჩემთვის აი ხო ის პატარა ბიჭია ჩემთვის, ხო, ის არა ჩემთვის აი მოტივა რომ მახსენდება, არა უნდა იბრძოლ, მაინც უნდა იყოს, ფეხზე უნდა იყოს, იმიტომ რომ თუნდაც კვარაცხელიას რომ უყურო, მის თამაშს რომ უყურო, ამიტომ მეც ფორმაში უნდა ვიყო, ის დიდხანს რაც შეიძლება დიდხანს შევძლო მისი ყურება რა. მე მახსოვს ფეხბურთი რაღაც პერიოდში ძალიან ჩავარდნილი რო იყო საქართველოში. რაგბზე იყო ძალიან ბევრი გადართული და რაგბის ბილეთები სტადიონზე ფაქტობრივად ვერ იშოვებოდა. და მახსოვს მაგ პერიოდში რომ ფეხბურთს თამაშობდნენ ქართველები და თამაში იყო აი კანტი-კუნტად იყვნენ ხოლმე ხალხი და ყველა ამბობდა რომ ხალხო ძალით მეც იყინებთ ბილეთი მიდით, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ჭირდებათ რაღაცა მხარდაჭერა. მაგრამ დღეს კვარაცხელიამ და სხვა ბიჭებას მათ შორის იმხელა გავლენა მოახდინა. არა, ეს არა, სხვა ბიჭებმაც კი, მაგრამ კვარაცხელიამ დაიწყო. აი იმან დანარჩენებიც იმან მიიკრა და იმას აკნა. თორე რო არ ყოფილიყო კვარაცხელი, იგივე ისეთივე სიტუაცია დარჩებოდა. ის ვეღარ აი თუნდაც ახლა თუ გახსოვთ, აი ნონა გაფრინდაშვილი რო გამოჩნდა, ხო, ასპარეზზე. მთელი პლიადა წამოვიდა მერე ქართველი ქალები
მოჭადრაკეების, ხო? მთელი ის წამოვიდა, აი მთელი ეპოქა შეიქმნა. ესა დონა გაფრინდაშვილი იმას საკნა, ხო? ეს უზარმაზარი ის ითამაშა. არა მარტო იმიტომ რომ ის გახდა მსახიობი, არამედ აიყოლია და მთელი მოტივაცია გაზარდა. ხო, ასევე აი ყვარაცხელია მას. ისე სხვათა შორის ორივე მეგრელი ისე რა. მეგრელებს ძალიან დიდ როლს თამაშობს. ნონა ის მეგრელია? ზუგდიდელია, ხო, მეგრელი, ხო. არ იცოდი ეგ. ხო, არა, იმიტომ რომ მეგრელებს მართლა ძალიან დიდი როლი აქვს. აი საქართველოს აი ისტორიაში, ხო? აი ცოტნე დადიანი, ხო, ჩვენთვის რა არის? სინონიმი სამშობლოსათვის, თავგანწირვის, ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის გამზდელი, ხო, მეგრელი. ის ამბროსი ხელაია, ხო? სიმბოლო, ხო, ადამიანი მის სიტყვები, ხო? იმას სასამართლოზე რა, ჩემი გული ესე ჩემი გული სამშობლოს ეკუთვნის, სული ღმერთს ეკუთვნის და ამ სხეულს რაც გინდათ ის ხო, ესე იგი როგორი ზუსტად შეიძლება ვერ გავიმო, მაგრამ არსი ხო ამ მეგრელმა კაცმა მთელი საქართველოს სათქმელი თქვა და თავი გაწირა სამშობლოსათვის, ხო? როგორი, ამიტომ ეხლა ცოტა ის კუთხურის არ მეგრელი კი არ ვარ, მაგრამ იმდენად ძალიან ძლიერია, ეხლა თუნდაც ეს პატარა მეგრელმა ბიჭმა, ეხლა კიდევ ვერ ვაცნობიერებთ აი ყვარაცხელიას იმას რა, ფენომენს. ხო, ფენომენს ვერ, ეხლა მოხუცი ქალები, ოჯახი, როგორი იმით აი ყვარაცხელია თამაშობს, ხო, რა, როგორი ის. ბავშვებშიც როგორ გაიზარდა მოტივაცია, რომ ბავშვებმა უნდათ რომ ფეხბურთზე შევიდნენ. ამიტომ და ეს ეპოქა აი ძალიან დიდი როლი ითამაშა მან, რა, ძალიან დიდი. რას ნიშნავს ვარჯიში და რატომ უნდა ივარჯიშოს თუნდაც ხალხმა სისტემატიურად? და თქვენ როგორ ვარჯიშობთ? ესე იგი, სიზარმაცი არის პირველი მტერი, საერთოდ. თუ ზარმაცობ და დაუწები სიზარმაცეს, დამარცხებული ხარ. ყველა ვარიანტში დამარცხებული ხარ. და თუ გინდა დამარცხება, და მაშინ დაუწეკი ამ სიზარმაცეს. თუ არ ზარმაცობ, მაშინ ახანგრძლივებ შენს არსებობას ამ დედამიწაზე, ხო? ამიტომ ეხლა მე დილით დაახლოებით 1 საათი მარტო აი გიმნასტიკას რო ეძახიან, გაწელვითი საათი დილით რო ვდგები პირველი ეს 1 საათი მინიმუმ. მერე გამოვდივარ ეს აქ ვარ ის მინიმუმ 1 საათი. ეხლა ზუსტად აი სრული იმას თუ შევასრულებ, საათი და 10-15 წუთი ჭირდება, რომ აი იმიტომ ეს გაწელვითის, კისრის, იმის, ხერხემლის, ძირითადად ხო ძირითადად მაინც ხერხემალზე მაქვს აქცენტი. იმიტომ რომ ხერხემალი არის ყველაფერი. ყველა აქ გადის სიცარღვებია, ყველაფერი. ეს ამიტომ ხერხემალი უნდა გქონდეს ყოველთვის იმაში რა. ამიტომ ხო ვარჯიშები გაწელვით ეხლა თან კომპლექსი მაქვს მე. მოცურავებს თავისი ვარჯიში აქვს, ხო? ძლეოსნებს თავისი აქვს. ყველა იმას თავისი, ალბათ ველოსიპედისტს თავისი აქვს, ხო? ისევე ვარჯიშის მეთოდიკაც ყველას თავისისა, ხო? და მე ახლა კომპლექსი მაქვს, ძლეოსნობა და ის ერთად შეერთებული მაქვს მოცურავეების, ამიტომ გამომდის ეს ცოტა ხანგრძლივი, ხო? ისა, მაგრამ ეს აუცილებელია რა. აი მე ვიწყებ, თქვათ, ვარჯიშს რა, უკვე გამოვდივარ და ისა ყოველ დღე ვარჯიშობთ თუ? ყოველ დღე, ну, ახლა ხანდახან მე დალევაც მიწევს რა, როცა კაი კეიფია, ძალიან კარგად ვსვავდა და აი რო ბოლომდე მივდივარ, თუ კაი ღვინო შემხვდა და ისა, ამ კუთხით აი უკან დამხევი არა ვარ რა, იმიტომ რომ ესა, მაგრამ მე ამ იმის შემდეგ დაახლოებით 1 კვირა მაინც ამოვარდნილი ხარ იმ ფორმიდან, იმიტომ რომ მეორე დღეს უკვე ისე ვეღარ გააგრძელებ იმას, ხო? ის მე ნელ-ნელა უნდა გადაიყვანო ორგანიზმი ისე იმ იმასზე და მინიმუმ 1 კვირა მაინც გინდა რომ ის ფორმას დაუბრუნდა ის ყოველდღიურ ძლიერ იმას რა. ამიტომ დალევა კი არის ის, მაგრამ ეგეც აუცილებელია ის დალევაც. იმიტომ რომ უცხო არ უნდა იყოს შენთვის ხო, არა, ნუ ქართველი კაცი ხარ, ეხლა ჩვენ გენეტიკაში არის ესა, რომ უნდა ესა და ხო, რა ვიცი ეხლა ყოველ შემთხვევაში ესა
და როგორ შევით ხოლმე მაგალითად ანუ თქვენ კი თქვით რომ სურვაც, ველოს და სირბილიც, მაგრამ ყოველთვის ალბათ სამივეს ვერ აკეთებთ ხოლმე. არა, ძირითადად ხო, ეხლა რაღაცამ შეიძლება, აი დღეს შემეშალა ხელი, ხო და დღეს ვეღარ გავაკეთებ ყველას, ხო? დღეს რომელიღაცა ერთს ალბათ ან ვიცურაებ ან ისა, იმიტომ რომ უკვე დროც უკვე ისე არის რომ ვეღარ იმას ვიზამ და ამიტომ, იმიტომ რომ სადღაც მე 11 თვის უნდა მორჩენილი ვიყო ყველაფერს, იმიტომ რომ ბევრი საქმე მაქვს, ხო? იქ ლექციებია, მოსამზადებელია, იქ დოქტორანტურა, იქ დოქტორების დისერტაციების კითხვა, მისი გასწორება, ხო, როგორი რთული ისა იქ კოლოკვიუმებია, იქ უამრავი რაღაცა არის, მე სტატიების წერა, იმიტომ რომ რო ხარ პროფესორი დღეს იმაში, უნდა კონდეს ვალდებულისა გაქვს, რომ უნდა გამოაქვეყნო წელიწადში მინიმუმ 2 მაინც სტატია კონფერენციებში, მიიღო მონაწილეობა, ხო? იქ სახელმძღვანელოები მაქვს დაწერილი, წიგნები, რა უამრავი რაღაცა და ამიტომ ძალიან დატვირთული ვარ, ძალიან დატვირთული და ამიტომ 11-მდე მაინც უნდა მოვრჩე. თუ ლექცია არა, თუ ზოგჯერ 10-ზე მაქვს ლექცია, მაშინ ადრე მიწევს ცოტა ისა. ამიტომ ამ კუთხით ესეც განაწილებული და ისე, მაგრამ ეს ვარჯიშები ძალიან მეხმარება რა. აი, იმიტომ ფორმას ვინარჩუნებს სწორედ ამითი რა, ვთქვათ, ეხლა მე მართლა ვხედავ 60 წლის არის კაცი და რაღაც უკვე ის არის რა, დანებებულია რა ამ სიბერიას და ისა. ხო, რატო? ხო და ნუ ყოველ შემთხვევაში და ვარჯიშებში აი თავარი, აი ჩემი ახლა გამოცდილებიდან დაწყება თვითონ ვარჯიშის გვიან არასდროს არ არის. ეგ აი არასდროს არა, ხო თვითონ ველოსიპედი მე დავიწყე 74 წლის რო ვიყავი. მერე დავიწყე აი ველოსიპედზე აქტიური ისა. მანამდე არ მქონდა რა ისა სირბილი აი აქტიური მორბელ მარათონებზე და იმასე დავიწყე რამდენი წლის ვიყავი. 2014 წელი რო ავიღოთ რა. 10 წლისი ხო? ხო, ესე იგი სადღაც 69-70 წლის რო გავხდი, მერე დავიწყე აქტიური ისა. მანამდე ეხლა კი, იმიტომ რომ მოცურავებს თავისი ვარჯიშები და იქ სირბილით შედის, იქ 2 კილომეტრი, 3 კილომეტრი რაღაცა, მაგრამ ეს არ არის მორბელისის, ხო? ეს შედის იმ კომპლექსში, მოცურავის იმაში და აქ უკვე ეს მაია აზარაშვილმა დამაწყებინა ეს რა, იმან ჩამქო და შენ ხო, იმან ძალიან დიდი შეიტანა ამ ჩემ იმაში რა. ძალიან მაგარი ქალია, ძალიან მაგარი და იქნებ ერთხელ მოვიწიოთ მაიაც. ხო, აუცილებელია ისა, ძალიან მაგარია. და ისა, ხო, ესე იგი არ არის არასდროს გვიან. ნებისმიერ ასაკში 80-ის გახდები შეგიძლია, მაგრამ აქ არის თავარი რა. არასდროს არ უნდა იჩქარო. აი, რაც უფრო ხანგრძლივია შენი ადაპტირება ამ დაწყებულ სპორტის იმაში რა, რაც უფრო ხანგრძლივი ადაპტირების პროცესი, ხო? რაც უფრო აუჩქარებლად მიყვები ამას და რაც უფრო აუჩქარებლად შედიხარ ამ ვარჯიშის იმაში, მით უფრო ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ხო? მაგრამ თუ იჩქარებ, დამთავრებულია, იქ შეიძლება საერთოდ შეგჯავდეს ყველაფერი და საერთოდ აღარ იმასაკ. ამიტომ პირველი, აი თქვა თუ იწყებ სირბილს, იმდა დაიწყო 80 ასაკში სირბილი, ხო? ჯერ თქვა სიარულს იწყებ, ხო? ხო, მაგრამ ეს სიარულიც იწყებ თქვა 3 კილომეტრი, ხო? ნელი ტემპით. და ეს რაც უფრო ხანგრძლივი გაქვს. აი 1 თვე, 2 თვე, 3 თვე გადიხარ. 7-დან, წნარად. მერე უმატებ კიდევ 3 კილომეტრი არ რაღაცა. ესე იგი აი თვითონ გადასვლა, ეს რაც შეიძლება ხანგრძლივი უნდა იყოს და რაც გონიერად უნდა იყოს ეს გონებას არ უნდა თუ ამ ემოციას აყევი, თავდება ყველაფერი. ესე იგი ეს მერე ვთქვათ, აი ეს 1 წელი ვთქვათ ეს სიარული ისა კიდევ იმეორ რაც უფრო ხანგრძლივი უკეთესია. მერე ვთქვათ სირბილს იწყებ, ხო, ძუნძულს იწყებ, ხო? 3 კილომეტრი ვთქვათ, ან 5 კილომეტრი, ხო? იწყებს ესეც რაც შეიძლება ხანგრძლივად რაც ისა და
ესე იგი ორგანიზმი რომ ადაპტირდება, როცა ორგანიზმისთვის ეს ბუნებრივი და ჩვეულებრივი ხდება, მერე შემოდის ჯანმრთელობაში, მერე შემოდის უკვე აი ყველა იმაში მერე ხდება ეს. თორე ეხლა ქართველებს ხშირად სულ სწრაფები ვართ და რო იწყებენ ვარჯიშს, უნდა უცბად მიაღწიონ და აპასტრაფა და ერთი თვიში იცი რა კარგათა ვარ. აი მე ვივარჯიშე ვიცურავე და უკვე რა კარგ აი გამორიცხულია. მინიმუმ 1 წელი მაინც გჭირდება აი ეს მეთოდური და სისტემური ვარჯიში რომ ჯანმრთელობამ დაიწყოს მისი მიღება რაც ხო მინიმუმ 1 წელი მაინც გინდა. იქ 2-3 წელი გინდა რომ ორგანიზმმა დაიწყოს მოსავლის აღება ამ ვარჯიშის შედეგად. თორე ეხლა ერთი თვე რომ წაივარჯიშე და არაფერი არ არის, ეგ პირიქით ორგანიზმს ამოგიგდებს იმით. ხო, ამიტომ აი ეს სისტემურობა და თანაც აი ის როცა იწყებს სიარულს თუ სირბილს თუ რაღაცას, ეს არის სისტემურობა. და ესე იგი გარ უნდა გააცდინო. აი უმთავრესი ხო ეს არის რომ არ უნდა გააცდინო. თუნდაც აი იმ დღეს მეორე დღეს თქვა რაღაც ვერ ახარ, ან რაღაცა უძილ არ აღარ მაინც უნდა გახვიდე. არის ვარჯიშო, მაგრამ ხო აი 5 წუთი მაინც უნდა გახვიდე, რომ ის ორგანიზმი ყოველთვის რომ აი ეს არის ამ დროს უნდა იყო იქ. ეს ორგანიზმი დისციპლინას უნდა შეაჩვიო ორგანიზმი და მერე უკვე აი იწყება ის მოსავალი და რა დანარჩენი გამორიცხულია დაიწყებენ ლაპარაკ ეს არის რა აუცილებელია გონება იმიტომ რომ ადამიანი მოასწავლე ცხოველი რომ გონებასთან უნდა იყოს ეს ისა და მაშინ შედეგები გექნება და პრობლემა არ იქნება. და ნებისმიერ ასაკში 90 წლისაც რომ იყო, თუ გონიებას ჩართავავ იმაში, შეგიძლია დაიწყო და თან ხანგრძლივ იმაზე გაწევო. 90-ის ახარ, მაგრამ შენ ხანგრძლივ იმას სიკვდილს კი არ აპირებ, არამედ ხო იქით მიდიხარ და ნელა მშვიდად ველოსიპედზე არის ხოლმე ეგრე ძალიან მეტად იღლებიან, აი მაგალითად თუ გაივიან 10 კილომეტრს და ძალიან იღლებიან, მეორე დღეს რა თქმა უნდა ტკივაც იქ საჯდომი იქ ფეხები და ფიქრობენ რომ არ შემიძლია და ვსო ხელს ჩაიქნევენ ხოლმე, მაგრამ რეალურად ველოსიპედზეც ეგრე არის რა, აი 5 კილომეტრი, 10 კილომეტრი, 15 კილომეტრი, ასე ნელ-ნელა უნდა ნებისმიერ სპორტში, ნებისმიერი ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რაც შეიძლება თუ აპირებ სერიოზულად აი ამის კეთებას, ხო? მაშინ აი ეს უნდა ხანგრძლივ იმაზე უნდა გათვალო და აი მეთოდურად, სისტემურად უნდა მიუდგე და ნელ-ნელა მიხვიდე და შედეგი გექნება ბევრად უფრო აი მოსალოდნელზე ბევრად უკეთესი, რაც უფრო ხანგრძლივ იმაში გაქვს ისა რა. საფუძვლიანია უფრო მეტად და მე შეგიძლია რომ ააშენო. ხო, ეს აი მე შეგიძლია აი მართლა ააშენო და აი ასაკის მიუხედავად რეკორდები. ეხლა რაც შეიძლება იმასთან დაკავშირებით, ჩემ ამ სპორტთან გარდა იმ ცურვისა, ხო? გარდა იმ ხელფეხშეკრული ცურვისა, გარდა მარათონების სირბილი. გამოწვევასთან დაკავშირებით ნავად, ხო? ეხლა რა, ჩემი ის რა არის? სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარ მსოფლიოს ჩემპიონი, ხო? ჩემ ასაკობრივში. ერთი პირველი 2015-ში გუნდურში ვიყავი, მაგრამ 2018-ში ეგვიპტეში ჰურგადაში ტრიატლი და ბიატლი. ბიატლი ეს არის სირბილი, ცურვა, სირბილი. აი კომპლექსი. ტრიატლი არის სროლა, ცურვა, სირბილი 4 სერია უწყვეტ რეჟიმში. ესე იგი სპორტის, სხვადასხვა ისა. მსოფლიო ჩემპიონი გავხდი 2018 წელს, ხო? ასაკობრივში. ესე იგი ჩემ ასაკში მსოფლიოში ყოველ შემთხვევაში ამ სროლა გინდა, სირბილი გინდა, ცურვა გინდა, ხო, ერთად კომპლექსში. შემდეგ 2023 წელს იყო, ხო, სლოვენიაში. ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატზე. 7 დისტანციაზე ვიცურავე. მან ლაივში გიყურეთ ფოტოშორის. 7 დისტანციაზე ვიცურავე.
6-ში ოქროს медаლი ავიღე, მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და 1-ში წავაგე მხოლოდ ბრასი 100 მეტრზე პოლონელთან. ესეც იმ პირველ დღეს იყო, იმიტომ რომ მე ახლა შედეგები ხო ვიცი, როცა მიდიხარ მსოფლიო ჩემპიონატზე, მოწინააღმდეგეების იცი, ვინ როგორც ურავს და ამიტომ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ 7-ვე ოქროს ჩამოვიტანდი. მარტო 7 დისტანციაზე 75 პლუსში 7 დისტანციაზე მეც არ 200 მეტრიანს და იმაზე არ გვაცურავებენ, უფლებას არ გვაძლევენ. და ამ შუჩი. მაგრამ ხო, და ამიტომ ეხლა ჩავედი თქვათ იმ 100 მეტრზე ბრასში. მაინც გავხედე რა, გავიხედე ეხლა როგორ პირველი მივდივარ და გავხედე მაინც რა ხდება მეთქი რა. მაგრამ აი ამ გახედვამ უკვე ის წამის რაღაცები წამართვა და იმ პოლონელმა გადამისწრო წინ და დავკარგე ისა ვერცხლი ავიღე MMA-ში. ვერცხლი ძალიან კარგია ჩემი. მაგრამ თვითონ აი როგორი გამოცდილი ხარ, მაგრამ მაინც ბოლომდე აი მაინც სულ სწრაფობამ იმას მიქნა რა ამ დროს არ შეიძლება და ის რო სტარტზე ხარ უნდა ბოლომდე გახვიდე რის შენთან იყო შენ თავში იყო და მიზანი ქონდეს. ხო და ისა ყოველ შემთხვევაში ახლა 9 გზის მსოფლიო ჩემპიონია სხვადასხვა სპორტის სახეობაში ხო ჩემ ასაკში ახლა და ну იქ ევროპის ჩემპიონატზეც პორტუგალიაში რა ვიცი სხვადასხვა იმებში ეხლა რა გაქვს გამოწვევა ეხლა რა მაქვს მომავალ წელს 2026 წელს ფინეთში ქალაქი ოულო ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი ამ ზამთრის ცურვაში, ყინულჭილში ცურვაში. ფინეთში ძალიან ის იქნება, გამოწვევა უფრო მეტად სიცივე და არა 2014-ში რომ პირველად მივიღე მონაწილეობა ფინეთში იყო დინარე კამიოკეს ლაპლანდიაში, სადაც ეს რა ქვია თოვლის ბაბუა, იქ იმათი თოვლის ბაბუა სურათები გადავიღეთ და რაღაცა იმ ლაპლანდიაში. და იქ ჩილეთ პოლარული მასთან არის იქა და იქ იყო და იქ აი სტარტებში არ იყინებოდა წყალი და რო არ გაყინულიყო იმას უშვებდნენ ჰაერს ესე იგი ისეთი ყინული იმ ღამე 21 გრადუსი იყო და სტარტის დროს 15 გრადუსი ყინვა იყო და ამაში ჩადიხარ იმ ყინულჭილში ამ იმაში რა ხო და ეხლა მოკლედ მომავალ წელს 26 ხო ტარდება იქა და 80 წლის იმაში მიწევს უკვე 80 პლუსებში კატეგორიაში ხო უკვე 80 წლის ხდები ხო 2026-ში და ამიტომ იმ 80 პლუსებში მიწევს ისა და ეხლა ნუ სპონსორი ვეძებ ამ იმას ალბათ იქნება და მინდა იქ მონაწილეობა და 80 წლისამაც რომ გავიმეორო სოფლიო ჩემპიონობა ამ ზამთრის ცურვაში. ყოველ შემთხვევაში ეს მაქვს ახლა უახლოესი ისა. ну მანამდე ახლა აზბეგი მარათონია სვანეთში ხარ მიდიხართ ახლა სვანეთში ხარ მიდიხართ ახლა არა სვანეთში ვერ წავედი იმიტომ რომ გრძელი დისტანციებია ძალიან როგორც არა მოკლედს არის იქა მაგრამ უბრალოდ ახლა ჩვენთან კონკურსის ის არის თანამდებობი ხო კონკურსი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ და წელსაც მოუწია ამ იმას თორე ეხლა 27-შია თუ რაღაცა სოფლიო ჩემპიონატი მასტერსებში სინგაპურში ცურვაში ხო და იქ ვერ წავედი ამის გამო თორე აქ მინდოდა რა იმიტომ რომ აქაც მინდა რაღაცა აქ უფრო რთულია ეხლა სოფლიო მასტერსებში ამ კუთხით ღია წყალში ცურვისა ხო და ну ყოველ შემთხვევაში ამან შემიშალა ხელი და იმ სვანეთის იმაშიც ამის გამო ვერა, იმიტომ რომ ჯერ ეს კონკურსი არ დამთავრებული კი ჩავაბარე, მაგრამ არ დამთავრებულა და ეხლა ველოდ ისა მაგრამ ყაზბეგი მარათონზე აუცილებლად წავალ ეს 30 აგვისტო თუ 31 აგვისტოს არის. ხო, ბოლოსკენ როგორც ხო, ну ყოველ შემთხვევაში ბოლოსკენ წავიდეთ და თქვენც აღარ მოგპაროთ ეს ძალიან ძირფასი დრო. ბოლო კითხვას აგისვამთ, რას ურჩევდით სხვა ადამიანებს ზოგადად რომ აი სპორტის მხრივ ძალიან სურის მხრივ აი რო თქვათ არ ვიცი გამონახონ დრო რომ დაიწყონ ვარჯიში ის კი თქვით რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ
რას უშედეგს ზოგადად ახალგაზრდებს რა უნდა გააკეთონ, რომ უფრო ან ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრონ, ან სწორი ცხოვრებით რო იცხოვრონ ესე. ესე იგი ნებისმიერ დღეს, აი ნებისმიერ საქმეში რომ მიზანს მიაღწიოს ახალგაზრდამ, ხო, ნებისმიერ საქმეში. რა იმაშიც არ უნდა იყოს. მას აუცილებლად ჭირდება ფიზიკური ჯანმრთელობაც რა, აუცილებელია. და ინფორმაციული ეპოქა, როცა ციფრული იმაზე და იმაზეა გადასული, ეს აქტივობას, ნაკლებ ფიზიკურ აქტივობას იმაშება რა, ძალიან გვერდზე წევს ეს და უფრო მიჯაჭვული ხარ იმ ლეპტოპზე, იმაზე და იმიტომ რომ დღეს ახლა საქმის წარმოება სულ ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული, ამ ციფრულ იმაზე და ამ სიტუაციაში ფიზიკური იმისთვის ნაკლები და რომ მიაღწიოს აუცილებელია რომ ფიზიკურ აქტივობა უფრო ისეთი გახადოს რა ამ კუთხით არის არმაცოს და აუცილებელია ესე იგი ნებისმიერ თუნდაც მარტო ახლა ყველაზე ხელმისაწვდომი და ადვილი არის სირბილი ისე რა ხო ნაკლები ხარჯიანია ვთქვათ არ ჭირდება ბევრ ამას არ მოითხოვს დარბაზიც არ გინდა თბილისი ახლა გარშემო ისეთი ბილიკებია ისე ტბებია რაღაცეებია ყველგან შეუძლია გავიდეს 1 საათი 2 საათი გამონახოს დრო და იაროს მაინც ხო თუ არ ირბენს და ნელ-ნელა ის თვითონაც მე ორგანიზმს რო შეაჩვევს თვითონაც მე ორგანიზმიც მოთხოვს რა უფრო გააქტიუროს და რაღაცა ეს ბევრად წაადგება იმ დანარჩენ საქმიანობაში რა ძალიან წაადგება წარმატება ბევრად უკეთესი იქნება და ხანგრძლივმაზე იქნება რა იმიტომ რომ თუ ფიზიკურ იმაში აიფორხილებს მე შეიძლება ყველაფერი გვერდზე დარჩეს რა და ძალიან მალე დამთავრდეს მისი ესა და არა და ცხოვრება სიცოცხლე ისედაც ცოტა გვეძლევა ადამიანებს ხო ძალიან ცოტა გვეძლევა რა აბა წარმოიდგინე 20 წლამდე ნუ 15 17 18 წლამდე შეუგნებელი ისაგა ხო ხო შეგნებული მაშინ რომ გადადიხარ მე რა გჭება 40 50 ძალიან ცოტა რჩება რა ადამიანს და თან ახლა ისე ჩხარა გადის რომ ხო ამიტომ აუცილებელია რომ აი ფიზიკურად ისა რომ გაიხანგრძლივოს თვითონაც აი სიცოცხლე გაიხანგრძლივოს ჯანმრთელი ცხოვრება რომ ბევრად აი გეხმარება ესა რომ აი არ იფიქრო სიკვდილზე ავადმყოფობაზე და რაღაცეებზე თანაც უწამლო ცხოვრება ბევრად უკეთესია რა როცა ვარჯიშობ ეს აღარ ჭირდება ესა და აბა ახლა მე უფრო იმიტომ ვარჯიშობ რომ წამალი არ დავლიო რა არ მინდა რა ეს ახლა გავждე და აიდე შუბლზე წავიკრა და რაღაც ნუ არ ვიცი ახლა რატო არა როცა ორგანიზმი შეიძლება რომ ისე მიაჩვერო თვითონ აღადგინოს ეს რაღაცა დაავადება იქნება ეს ყველაფერს თვითონ ორგანიზმი იმაშება ამ კუთხით რა იმიტომ რომ როცა აქტიურებ ის ორგანიზმს ეს თვითონ ისეთი ისაა გამიმას რა რომ თვითონ აი ყველაფერს არეგულირებს და სულ აღარ გჭირდება არც ექიმი არც არაფერი ეს თვითონ იმაშება ორგანიზმი ამას როცა აქტიურად როცა არ აძინებ რა როცა არ მიამყდარუნებ შენ ორგანიზმს რა როცა აქტიურ რეჟიმში ხავს ის სულ აქტიურია რა ვთქვათ და სულ მუდამ თვითონ იმას ახდენს რა იმის აი განახლებადინებს ისინი ხო სულ ამ იმას ხო ორგანიზმს რა განახლების თვითონ ანახლებს რა ხო ეხლა აი თუნდაც მე აი ეს ხშირად ასაკოვანი მეებს მუხლებს უჩივიან და თითქმის ყველამ გამოიცვალა სახსრები რაღაცა ისინი მთელი ისა ეხლა ჰეკოსკოპია და ისი რო გადამიღეს ხო 20 წლის ბიჭივითაა სახსრები კოჭებში მუხლებში იმაში საერთოდ აბსოლუტურად ეს მხოლოდ და მხოლოდ აი ამ აქტიური ამ სირბილი სიარული ველო და ცურვა ეს იმაშება ამას ხო და ეხლა ეს იმიტომ რომ ეხლა ერთიც მაკაცი მყავს
კაცო ხოცდება ესენიო რატო დარბიხარ ამდენ იმან გამოიწვა და სხვათა შორის ეს კი რაღაცა ჩაუდგეს და ჩემი პირიქით იმიტომ რომ ის თვითონ ახდენს ორგანიზმი აი განახლებას ახდენს აკეთებს თვითონ ამ იმაში გამიგებ სიცხეს იმოქცევა ჩქარია და ხო ის თვითონ იმაშება ის და როცა ის აჟანგებ ხო ის ჟანგდება და თუ გინდა რომ არ დაჟანგდეს და ისა მაშინ სულ აქტიური მაშინ უნდა გქონდეს და არ იზარმაცო ისე სხვათა შორის მე კი ვხვდები 80 წლის მომავალწელს მაგრამ მაინც იმაზე ვფიქრობ როდის დავბერდები მე რა არა მართლა იმიტომ რომ ხანდახან მინდა რომ აი წამოვწე და ტელევიზორს უყურო და ფილმებს უყურო იმიტომ რომ უყურებ ხალხს ზოგი უყურებ და ვფიქრობ კაცო მეც ერთი მეტროდის დავბერდები რომ წამოვწვეთი და უყურო ფილმს და რაღაცა. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი დაამოტივატოროთ ესე ვთქვათ. ხო, რა ვიცი. ნახოთ რა. სიბერშორსა. არა, მეც მინდა რაღაც ამ ფილმი ვნახო და წამოვწვე დავისვენო რაღაც 5 წუთი მაინც ხო უნდა მქონდეს რაღაცა რომ აი ამოვისუნთქო რა, ვთქვათ ამ იმაში რა. ნუ სულ საქმე, სულ რაღაცა, სულ მოძრაობაში სულისა და გავიხედე 79 წელი. ხო, გავიდა და 80 იქნე მომიკაკუნა უკვე 80 წელი, ხო? თქვენ არ დაგეტებით არაზოს. ჩემთვის ყოველთვის მართლა იქნებით და ხართ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტივატორი ვარჯიშის, სპორტის და არდენერების მხრივ. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრებისთვის. ერთ-ერთი კი არა და ყველაზე ღირებული პოდკასტი იყო ჩემი პოდკასტების ისტორიაში ესე ვთქვათ, იმედია სხვაები არ მიწყენენ, იმიტომ რომ იშვიათია არ ქონია შემთხვევა რომ პოდკასტში თან გამეღიმოს და თან ამეტიროს და თან ესეთი სუყე ინფორმაციით დავიხუძო და პირიქით მოტივაცია ამაღლოს და უღრმესი მადლობა ამისთვის. ძალიან მიხარია და ჩემი ოცნება ახლა თქვენთან რაღაცა ეს პატარა პოდკასტ პატარა. მადლობა პირიქით, იმიტომ რომ მართლა ძალიან მიხარია, როცა გიყურებთ ხოლმე ამ ხალისიან გოგობიჭებს. ჩემთვის გოგობიჭები ხართ, პატარა ბავშვები ხართ და მიხარია ხოლმე როგორი აი შემოგაქვთ ხოლმე რა ამ ლისის თმაზე რომ შემოგრიალდებით ხოლმე და რაღაცა სიცოცხლე შემოგაქვთ და ხალისი შემოგაქვთ და აი ძალიან მიხარია და მეც ეს მატებს თავის და უნებურად რაღაც ხალის და როცა კარგ რაღაცას უყურებ ხო შესაბამისად ხასიათის ხო უკეთესი გაქვს და ბევრად უკეთესად ვარჯიშობ და ბევრად უკეთესად აკეთებ საქმეს. მადლობა ძალიან დიდი, უდიდესი მადლობა და არ ვიცი, იმის თქმაც კი არ შემიძლია თქვა, რომ დარწმუნებული ხართ და მოგეწონათ, იმიტომ რომ უეჭველი ვიცი, რომ ყველას მოგეწონებათ ეს პოდკასტი დაგამოტივირებ და დაიწყეთ თქვენს ვარჯიში, რომ თქვენი ცხოვრება გახდეს ბევრად მრავალფეროვნული. სიბერერო იყოს შორს, ესე ვთქვათ. შემოგვიერთეთ ამ ჯასად ცხოვრებაში. უდიდესი მადლობა. გაიხარეთ. აბა ხე. გაკეთე.